დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და ამ წუთებში სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ადვოკატები საბოლოო სიტყვას ამბობენ და დღეს კიდევ ერთხელ უნდა შეაჯამოს ადვოკატებმა თუ რატომ არის მზია ამაღლობელი მათი თქმით უკანონო პატიმარი და რატომ არის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო როგორც გითხარით მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელსაც თავად მზია ამაღლობელიც ესწრება, თუმცა ამის პარალელურად სააპელაციო სასამართლოს გარეთ მიმდინარეობს აქცია. გამომდინარე იქედან, რომ დღევანდელი სხდომაც ასევე იმ დარბაზში მიმდინარეობს, სადაც სულ რაღაც 24 ადამიანი ეტევა და შესაბამისად მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა და მეგობრებმა, კოლეგების ნაწილმა ვერ მოახერხა სასამართლო დარბაზში შესვლა და ამიტომ მათ მხარდაჭერის გამოცხადება სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიღმა უწევთ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერადაც სააპელაციო სასამართლოს კარი მათთვის არის ჩაკეტილი და შესაბამისად ისინი ხმაურიანი შეძახილებით სწორედ გარედან ამხნევებენ მზია ამაღლობელს. დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ის ახლა ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ზის და შესაბამისად ყველა ახლა ელოდება, რომ დღეს სავარაუდოდ შესაძლოა მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღოს გადაწყვეტილება თუ დატოვებს ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომლებიც მოითხოვენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მზია ამაღლობელის გასამართლებას, თუ ასევე დააკმაყოფილებს შუამდგომლობას პროკურორების, რომლებიც მოითხოვენ მზია ამაღლობელისთვის სასჯელის გაზრდას და მუხლის გადაკვალიფიცირებას. ველოდებით, რომ მზია ამაღლობელს პატიმრობის ღონისძიებას შეუძლიან, მას გაათავისუფლებენ, რადგან მზია არის უდანაშაულო, ეს დასაბუთებული არის და ამას დღეს კიდევ ერთხელ დაუსაბუთებენ ჩვენი ადვოკატები, მზიას ადვოკატები, მოსამართლეთა კოლეგიას. წინა ჯერზე სხდომათა ამხელა სასამართლო შენობაში მხოლოდ 3 სისხლის სამართლის პროცესი იმართებოდა. ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო მათ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები. და მაინცა და მაინც ჩვენ შეგვიყვანეს აი პატარა დარბაზში და შეუძლებელი და ადამიანების რაღაც რაოდენობა გარეთ დარჩა და დღეს ბევრად უფრო მეტი ადამიანი იმყოფება აქ, ამიტომ იქნება მოგცენ შესაძლებლობა რომ შევიდეთ და დავესწროთ სასამართლო პროცესი. იმხელა ის დარბაზი ცხენიანი კაცი გაჭენდება, ან ცხენიანი კაცები გაჭენდებიან, მაგრამ ძალიან ცოტას კამიდევს 24 ადამიანს იტევს მხოლოდ და ასეთი მნიშვნელობის საქმეზე როცა ქვეყანაში ყავს გამომცემელი დაპატიმრებული უკანონოდ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი პოლიტიკური პატიმარი ქალი ჟურნალისტია, სხდომა იმართებოდეს თითისოდენა დარბაზში და ვერ შევდიოდეთ შიგნით მისი მეგობრები, კოლეგები და ახლობლები, ძმისშვილები და ასე შემდეგ, არ ვიცი, ესეც მიანიშნებს კი არა, ეს არის ცხადი ინდიკატორი იმისა, რა სასამართლო ხელისუფლება ყავს, რა რეჟიმია ქვეყანაში და როგორია მის მიმართ მოპყრობა და დამოკიდებულება. მოდიან იმისთვის, გადიან ამ ხალხს, რომ დაინახონ ეს ადამიანი, ახლოს თვალებით ეკონტაქტონ, გაუღიმონ, ხელი დაუქნიონ. ამის საშუალება მათ არ ეძლევათ. რაღაცა გაუგებარია, იცით, ესეთი არაადამიანური, ის უკვე პოლიტიკის ფარგლებს ცილდება. ეს არის უკვე ადამიანობის განზომილებიდან, რომ ელემენტარული რამ შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ აი ეს როგორც მაემწარიაშვილმა თქვა, მართლმსაჯულება არის ხალხისთვის. და ეს ადამიანები იქ უნდა იყვნენ შიგნით და არა გარეთ იდგნენ და ყვიროდნენ შეგვიშვით. დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტის სხდომაზე ამ წუთებში საბოლოო სიტყვას ამბობს ადვოკატები და შესაბამისად ამის შემდგომ უკვე ჯერი მოსამართლეთა კოლეგიაზე იქნება, რომლებიც სავარაუდოდ დღესვე მიიღებენ გადაწყვეტილებას და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმაზე, თუ გაუქმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქალაქო სასამართლომ მიიღო, რომლითაც 2 წლით აქვს მზია ამაღლობელს თავისუფლება აღკვეთილი, თუ დააკმაყოფილებენ პროკურატურის შუამდგომლობას და გადააკვალიფიცირებენ მუხლს, რომელიც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.